რადიო უცნობმა დღეს გადაცემების ტრანსლირება სატელევიზიო ეთერი დაიწყო. რადიო არსებულ ფორმატს ინარჩუნებს და გადაცემებს მსმენელს უკვე ტელეეკრანებზე სთავაზობს. ჯერჯერობით რადიო უცნობის ტელეეკრანებზე ნახვის საშუალება მხოლოდ Global TV-ს მომხმარებელს აქვს, თუმცა არხის დამფუძნებლები ამბობენ, რომ მოლაპარაკება სხვა სამოუწყებლო ქსელებთანაც მიმდინარეობს. უსმენთ რადიო უცნობს, მაგრამ დღეიდან თქვენ შეგიძლიათ უყუროთ მას. დღეიდან რადიო უცნობმა მაუწყებლობა სატელევიზიო ეთერით დაიწყო. იმავე სახელწოდების ტელევიზია რადიოს ფორმატს ინარჩუნებს და ტელემაყურებელს საინფორმაციო, ანალიტიკურ და გასართობ პროგრამებს თავაზობს. ვეცდებით ყველანაირად, რომ ეს რადიო იყოს არა მარტო რადიო ეთერში, ტელევიზიაში, არამედ იყოს კარგად საყურებელი, ლამაზი საყურებელი და საინტერესო საყურებელი. პირველ რიგში ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ტელეკომპანია უცნობი პირველად სატელევიზიო ეთერში გადაცემა დიალოგებით გავიდა. გადაცემის წამყვანი ნათია გამცემლიძე ყოველდღე კვირის გარდა ტელემაყურებელს ეკრანებთან საინტერესო სტუმრებთან ერთად ეპატიჟება. ის რომ რადიო უცნობის ბაზაზე უნდა გაკეთებულიყო ტელეკომპანია უცნობი, ამის სურვილი დიდი ხანია არსებობს და ვთქვათ იყო პერსპექტივაში ეს ყველაფერი, მაგრამ აი ესე უეცრად შეესხა ხორცი ამ ყველაფერს. ამ სტუდიიდან ტელეეთერში საინფორმაციო გამოშვება 5 წუთით ადრე გავა. რადიო უცნობის მსმენელი გადაცემებს პოლიტბიურო, თავისუფალი სიტყვა, აივნებიან ქალაქში და ჭიჭიკოს და ბიჭიკოს უკვე ტელეეკრანებზე იხილავს. ეს იქნება რადიო, ოღონდ ტელევიზორში. რაც არის რადიოში, რა გადაცემებიც არის რადიოში, იმას იხილავს პირველ რიგში მაყურებელი ტელევიზორში და შემდეგ უკვე დავამატებთ ახალ გადაცემებს. კიდე გვაქვს სხვა საიდუმლო სიურპრიზები მომზადებული. ტელეკომპანია უცნობის ყურება ჯერჯერობით მხოლოდ Global TV-ს მომხმარებლებისათვის იქნება შესაძლებელი.